საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მაღალი შეშჩივის ჭკვიან კაცს. ხედავ კაცო ჩემს ქვეყანაში რა ხდებაო? დანაშაული ახალგაზრდავდებაო. ჭკვიანი კიდე პასუხობს ეს შესაწყალო. დანაშაული კი არ ახალგაზრდავდება, უბრალოდ მოხუცები ყველა დაიჭირა და ახლა ახალგაზრდებს ადანაშაულებო. ბიძინა ურეკავს მიშას. მიშა ჯონდის ერთი ღერით მარ ჩამოვარდეს თავიდან, თორე ჩემთან გეკნება საქმეო. საღამოშვიდობისად თქვენს ტელერადიო ყუთებშია ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე ამ გადაცემის წამყვანი ვასიკო ოდიშვილი გაახლავდა. აქ სრულდა ოცნება რუსიერის. არაფრის მაქნისის ავიზო რეჟიმი ჩვენის მხრიდან წარსულს მიეცა და რუს ტურისტთა ურიცხი ამალაც უკვე პრობლემების გარეშე ათვალიერებს მსოფლიოს მერვე საოცრებას. ანუ საქართველოს რეფორმირებულ დემოკრატიულ რესპუბლიკას. საქართველოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სრულიად გახსნილია. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ უკვე ოფიციალურად მოქმედებს. დღეს თბილისში მოსკოვიდან ჩამოფრიდა თვითმფრინავი, რომლის ბორჯზე მყოფი რუსეთის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზის გარეშე შემოვიდნენ. Это замечательно. ეს არაჩვეულებრივია ამის შესახებ თვითმფრინავში გავიგეთ. ძალიან მიხარია, რადგან საქართველოს საუცხოო ქვეყანაა და მე აქ ძალიან ხშირად მიწევს ჩამოსვლა. უვიზო რეჟიმის პირობებში კი ეს ბევრად მარტივი იქნება. Страна моя очень любимая. კი ბატონო, კაცო, მეც მოხარული ვარ თუ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენი ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის კეთდება. დიახაც, მოხარული ვარ, მაგრამ რა ვქნა რომ ეხლა თვალებში ვატყობ მაღალს და ნაცმოძს, რომ ამ ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე მეტად ისევ რუსეთის გაშიშვლება გამასხარავებას ესწრაფიან. ხო, გაშიშვლება და კიდევ ერთხელ გაშიშვლება, თუმცა აქაც ეხლა მასშტაბები და ოცნებები განსხვავებული. ჩემი მაღალი პუტინის პირსისხლიანი მთავრობის გაშიშვლებას აპირებს, ხოლო წვრილფეხა ნაცმოძელები კი იმით არიან გახარებულნი, რომ ამიერიდან საკუთარ სამშობლოში უფრო მეტი სლავი ქალბატონის გაშიშვლების შანსი ექნებათ. მაგრამ მაღალო, იმედი უნდა გაგიწმილო. ავტოკრატი მთავრობის გაშიშვლება არც ისე ადვილია. აგერ საწყალმა ქართულმა ხალხმა რა არ გააკეთა ეხლა შენს გასაშიშვლება. 10 ჯერ გეცემინა, 4 ჯერ თვალი გამოგათხრევინა. ეგონა რომ საკმარისად გაგაშიშვლა, მაგრამ შენ მაინც გაიჭირვე კონტროლერებად ბიზნეს ფეხი დაადგი, იმიჯმეიკერ კომპანიებს მაყუთები ჩამოურიგე და ლამის ბოლომდე გაშიშვლებული ისევ თავიდან შეიმოსე. ხო და აბა ეხლა შენ თუ შეძელი მაღალო ბიზნესზე ფეხის დადგმა, ეხლა ის კაცი ვითომ რატო ვერ შეძლებს ეხლა? რა, იმას რა კგბ სკოლაში არ უსწავლია თუ რა? სულ მალე შევალთ ნატოში, ეგრევე უმაპოთ, რადგან შეუძლებელია ახლა ალიანსი ვერ ხედავდეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, კეცო. ხო. აქ შენდება იუსტიციის სახლი აქ დინარესთან. სადაც იქნება ახლა ვიღაცებს გააღიზიანებთ, რომ ამან თავის კუდაბზიკობით ხო წაიღო ტვინი, მაგრამ ვამაყობ ამით და არ შემიძლია არ თქვა. იქნება მაგალითად just drive. ხო იცი მაგ დრაივი როა რო გადიხარ და მაკდონალდში იღებ საჭმელს, 1-2 ადგილას საქართველოში გაკეთდა და ეხლა ბევრგან გაკეთდება. ეს იქნება just drive. მანქანის შეივხვალ გადააწოდებ შენ დოკუმენტს და იქ გადაგაწოდებებ 5 წუთში უკან და გაივლი ის რომ მანქანიდანაც არ გადმოხვა. ხო, გაგიღიმები და ხელს გაგიხსნა. ეთება just cafe. სადაც შეხვალ და შეუკვეთავ ყავას და მაგალითად პასპორტს. და პასპორტის ღირებულება შევა ყავის ღირებულებაში და იმ დროში მოგიტანე რამდენშიც მოაქვს ჩორლები ყავა. და არცად არ არის სოფლიოში და ნამდვილად ვიქნები სოფლიოში პირველები და გასკდეს გულზე ვისაც ესულდა. მართლა მაგარი იქნება. ძალიან მაგარია ჩემო მაღალო, ძალიან, მაგრამ შენ თვითონ უნდა გახსნა ეს შენობა, თორემ ისი აზრი დაეკარგება ეხლა just drive-საც და საერთოდ ჩვენს ცხოვრებასაც. მალე უფრო მაგარი ინოვაციები იგეგმება. მაგალითად, დაგიჭერენ რუსეთის აგენტობის ბრალდებით, გაგიროზგავენ ცხვირპირს და წაგიყენებენ 7 მუხს. დაგაწერინებენ აღიარებითი ჩვენების ორტომეულს და თან ყავასაც შემოგთავაზებენ. და ასე ყავის სმაში და სასიყვარულო ამბებში შემოაკვდებით ჩვენს ბრგე ბიჭებს. და გამოხვალთ მიტინგზე, უსამართლობის და ზოგადად პრობლემების გასაპროტესტებლად და ამ დროს მოვლენ ზონდერები. ცოტა სისხლს გამოგადენენ თან ყავას დაგალებინებენ და გაზეთებს მოგაწვდიან თავის შესაქცევად. რუსთაველის გამზირზე გდიხართ, თან ხელკეტებს გირტყამეთ და თან ყავას მიერთმევთ და გაზეთს კითხულობთ. არის ახლა სოფლიოში ესეთი რამ სადმე? არის? არ არის. ხო და შესაბამისად, ამაშიც პირველები ვიქნებით. ჩვენი მტრები კიდევ გასკდნენ გულზე. კიდევ ბევრ just drives გავაკეთებთ 5%-ისთვის. ხოლო დანარჩენი 95% მტერი გასკნით გულებზე, რომ ჩვენი ქვეყანა წინ მიდის და ვითარდება.
ჩემი მაღალი just drives გთავაზობთ და ესენი კიდე ეს ორჯონი კიძეები ესენი ეუბნებიან დამოუკიდებელი სასამართლო შექმენია. მაღალი შადრევნებს ხსნის და ეს მტრები და გარეწრები კიდე ბუნტაობენ დაგვასაქმე და ვისა ნუ ამოხადე გადასაყადებით სულიო. ისე კაცო, ამდენი მტერი ყავდეს კაცს, თითქმის მთელი ერი და მაინც ასე მაგრა და მედგრად იდგეს, ერთი ლუკაშენკო ვიცი და მეორე ჩემი მაღალი. მსგავსი მოღალატეები უნდა აღმოვაჩინოთ და გავანეიტრალოთ, თორემ დემოკრატია საფრთხეშია, კაცო. მაგრამ მაინც ახლა სად უნდა ჩავსვათ ამდენი მტრები, ჩემო მაღალ, სად? ზოგს ძინავს, ზოგი ტელეფონზე სნეიქს თამაშობს და ზოგიც მხატვრობაში ახალ მიმდინარეობას უყრის საფუძველს. მართალი იყო რომ იზახდა ჩემი მაღალი ამ პოლიტიკურ გუნდს აქვს რესურსი. აგე გამოჩნდა კიდეც რომ მქონია. ახლა თუ პოლიტიკური მართვის რესურსი არა აქვს ახლა ამით ხომ არ თავდება ცხოვრება კაც. აგერ მიხეილ მაჭავარიანი თქვენ ახლა რა გონიათ რომ ტელეფონზე რას აკეთებდა? მარტა კი არ თამაშობდა კაც. უბრალოდ მაღალის გამოსვლის დროს რუს სნეიქს ამარცხებდა საკუთარ ტელეფონში. რათა ჩემი მაღალი საპრეზიდენტო უпроსორად საპარლამენტო გამოსვლა კიდევ უფრო შთამბეჭდავი ყოფილი. მაღალა. აი ნახე, აკაკი ბობოხიძეც რა ნიჭიერი მხატვარი ყოფილა. არდა რომ მიაჩეჭეთ ხელში თქვენი ჰიბრიდული სიმინდი და აკეთიკით აკნევინე. მიგეცათ ფუნჯები და აკვარელი და იმ ახალ კონსტიტუციას თქვენი ილუსტრაციებით გააფორმებდა. ჰიბრიდულმა სიმინდმა არ გაამართა და ილუსტრირებული კონსტიტუცია კიდე ნოუ-ჰაუ იქნებოდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხო? ხო და ისა კიდე ჯონ ბასი რომ არ უსმენდა შენს გამოსვლას და ღრმათ რომ ეძინა, ეგეც ჩვენი პოლიტიკური კურსის გამარჯვება. აბა ეხა სხვა რომელი ელჩი დაიძინებდა საქართველოს პარლამენტში. ამით ჯონ ბასმა მთელ მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გაუგზავნა რომ ამერიკას საქართველოს მიტოვებას ძილშიც კი არ აპირებს. ისე ხალხო პრინციპში რა გაგიკვირდათ პარლამენტარები რომ თამაშობდნენ და ხატავდნენ. ეგ საქმიანობა მაგათთვის არ ახალია. აქამდე სულ რეიტინგებით ერთობოდნენ და რეიტინგების დიაგრამებსაც მშვენივრად ხატავდნენ. ხო და ჩემო ნაციონალებო, ხომ ხედავთ რომ პოლიტიკაში არ გიმართლებთ. ხალხს აღარ მოსწონს თქვენი პოლიტიკური შედევრები. ისტორიაში ყველაზე ცუდი პარლამენტი ხართ და ისევ მხატვრობას და ხელოვნებას მიაწეკით. იქნება მაგ სფეროში მაინც მოიპოვოთ ხალხის კეთილგანწყობა, ხო? არა, რა ვიცი, რა მე გირჩიეთ. არ მინდა რომ მე ოქტომბრის მერე კრიალოსნების კეთება და თანამესაკნებისთვის ესე იგი ტატუების მოხატვა მოგიწიოთ და ესე იგი ქართველობა გინდოდეს ქართველ კაცს და ამაზე უარს გეუბნებოდნენ. ეხლა სასწაული თუ არ არის მინიმუმ ეხავს მაინც ეს მოქალაქეობაზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საერთოდ არის სამთვიანი ვადა და შესაბამისად ჩვენ აი ამ ვადაში აუცილებლად ყველა ასე ვთქვათ ვასულს გავცემთ ბატონ ბიძინას მის განცხადებასთან დაკავშირებით. ბატონი გიორგი ვაშაძე 14 თებერვალს აცხადებდა საკუთარივე განცხადებით იმის თაობაზე, რომ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მოქმედი საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო თებერვლის თვის ბოლომდე გამოაქვეყნებდა დასკვნას. ეს არის მისი განცხადება, რომელიც 14 თებერვალს გავრცელდა. ხოლო დღეს ის აცხადებს, რომ იქნება დასკვნა 3 თვეში. რითაც ის ერთი მხრივ საზოგადოების წინაშე წარმოდგება ორი განსხვავებული შინაარსის დასკვნით, ხოლო მეორე მხრივ ის არაფერს კანონს, კერძოდ საქართველოს მთავრობის 500-მერვე დადგენილებას, რომელი დადგენილების მიხედვითაც ის ვალდებული იყო, როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელი პირი, უზრუნველყო, რომ რეესტრის სააგენტო, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 40 დღის ვადაში გაეცა ეს დასკვნა. როგორც ირკვევა, ჩემს ხელისუფალს 3 თვე ჭირდებათ იმის მოსაფიქრებლად, მიცენ თუ არა ვიზინა ჩემს მოქალაქეო. აი მე რომ მკითხო 3 თვე საკმარისი არ არის ახლა ამის მოსაფიქრებლად ნამდვილად რადგან მთელი რიგი საკითხებია გასარკვევი მაგალითად უნდა გაირკვეს ბიზნესჩემს რა დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე თუ აქვს უნდა გაირკვეს ბიზნეს პინგვინი რა პოლიტიკური მწამსისა ასევე დასადგენია რა მეთოდებით აწარმოებდნენ ბიზნეს ბავშვები ინგლისურის მასწავლებლის წამებას გამოსაკვლევია რა ჰობი და მისწრაფება აქვს ქალბატონ ეკა ხვედელიძეს ასევე დასათველია რა ქონებას ფლობს ბიზნეს ზებრა ხო დასადგენ დასაზუსტებელია ასევე რა გვარის არის ბიზნე ივანიშვილი ივანაშვილი თუ ივანოვი ასევე გასარკვევია რატომ უყვარს ბიზნეს მხატვრობა და რამდენ ორიგინალ ტილოს ფლობს შესასწავლია მისი კვების რაციონი და პატრიარქთან ივანიშვილების ოჯახის დამოკიდებულება ისიც შესასწავლია რატომ დაცინო და უტა ბადრი პატარკაციშვილს ასევე რამდენი ფული აქვს ივანიშვილების ოჯახს და საიდან აქვს საერთოდ შემოსავალი დიახ ახლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ ამგონია რომ ჩვენს მთავრობას 3 თვე ეყოს მოსაფიქრებლად ხო და როცა მოიფიქრებენ მოქალაქეობის მინიჭებას საპარლამენტო არჩევნები უკვე ჩავლილი იქნება და ხელისუფლებაში კვლავ მაღალი კაცი იქნება მაგრამ მე ყველაფერი კიდევ უფრო რთულად მგონია ჩემი ღმერთწმენით ბიზნეს მოქალაქეობა საერთოდ არ ეკუთვნის ხო არ ეკუთვნის და იცით რატო იმიტომ რომ ბიზნესია რუსია ხო
ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.